პარაზიტები ადამიანებს მარტო გელმიტები გონიათ. გასაგებია ძალიან დიდი კლასია, 150 სახეობა ჩვენ გვექცის, თუმცა ზოგიერთი ცხოველებისაც, მაგრამ პარაზიტები ასევე სოკოც, ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები და თითოეული მათგანი რო იტყვიან ჩვენ ხარჯზე ცხოვრობს და ძალიან ბევრი ჩივილების თუ დიაგნოზების მიზეზი ხდება. ამიტომ როცა გადავწყვიტავ და მე ყოველთვის ვამბობ როგორც ნუტრიციოლოგიური შემოდგომაზე და გაზაფხულზე ეს საჭირო კი არა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. ხო და მოვიდა შემოდგომა და დავიწყოთ წმენდა. ოღონდ არა მარტო ანტიგელმენტური, არამედ სრულფასოვან, როგორც უკვე გითხარით 5-ვე კლასზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ ჰიგიენაც, კვების რაციონიც. უკეთ ამ თემას მიეცნობა ჩემი ხვალინდელი პირდაპირ ეთერი, ანუ 5 ოქტომბერს 16 საათზე, ჩემ პირად Facebook-ზე შორნე ედიშერაშვილი, გელით საინტერესო ეთერი. შემომიერთეთ.